მაშას ეგრძელდება ჩვენი პროგრამა და ჩვენ დავიწყეთ საუბარი ბატონ ლაშასთან ერთად იმის თაობაზე თუ პატრიარქი იყო არა მარტო პატრიარქი, რომელიც ერის და ეკლესიის სამწყოს ხელმძღვანელობდა, არამედ ის იყო შემოქმედი. ადამიანი, რომელიც ქმნიდა თავად და ეს აინჭებდა მას თავად ძალიან დიდ სიამოვნებას და ასევე მისი შექმნილით უზარმაზარ სიამოვნებას იღებდა ყველა არა მარტო ეკლესიასთან დაახლოებული ადამიანი. იმიტომ რომ ეს არ იყო უბრალოდ საეკლესიო პირის მიერ შექმნილი რაღაც ძალიან საინტერესო თუნდაც ნაწარმოები. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები, მათ შორის საგალობლები, მის მიერ შექმნილი დაწერილი ხატები, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს ნებისმიერი მსმენელისთვის თუ მნახველისთვის. მე დღეს უბრალოდ მყავს სწორედ ის ადამიანები, რომლებიც გააგრძელებენ ჩემთან ერთად საუბარს მის ერთი მხრივ შემოქმედებით მხარეზე და მეორე მხრივ თუ როგორ უწყობდა იგი შემოქმედებას ხელს და როგორ ახდენდა პოპულარიზაციას, შენარჩუნებას, აღდგენას და გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ იმ ქართული შემოქმედებითი ნიჭისა, რომლითაც დღეს ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ. ფონდის ხელმძღვანელი პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ქალბატონი. უკაცრავად ხელმძღვანელია, უკაცრავად ეხლა მე ბატონი ლაშა მყავდა, თუ უკვე ამერია ყველაფერი ეთქვა ჩემი ბრალია. ფესტივალის ხელმძღვანელი, რომელსაც ადრე ერქვა აღდგომიდან ამაღლებამდე და ეხლა მას შეეცვალა და სააღდგომო ფესტივალი ქვია. საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი და იმიტომ რომ ამაზე დავიწყეთ საუბარი ბატონ ლაშასთან და ბატონ ცინცაძე მუსიკოსი, ფოლკლორისტი, რა ვიცი, ყველაფერი ლოტბარი, მომღერალი, ყველაფერი ერთად, რომელიც არის ამავე დროს ჩვენი გუნდის წევრი. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და რომ დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება ვისაუბროთ პატრიარქზე. დავიწყოთ, მოდით ჩვენი ფესტივალი და იმიტომ რომ ამითი დავამთავრეთ წინა სტუმართან საუბარი, ვიდრე დათოსთან გადავალ, მანანა, ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდათ პატრიარქთან და რა თქმა უნდა მისი კურთხევის ეს ერთია, როდესაც ის კურთხევას გაძლევთ, რომ ფესტივალი უნდა ჩატარდეს ამ პროგრამით, მაგრამ მისი კონსულტაციები, მისი ჩართულობა როგორი იყო ამ ფესტივალების სამზადისის პროცესში, რამდენად იყო ის ძალიან დაინტერესებული თუ ვინ ჩამოვა, ვინ რას დაუკრავს, ვინ რას იზამს და როგორი იქნება საერთოდ ამ ფესტივალის სახე. დიდი მადლობა პირველ ყოვლისა მოწვევისთვის და ამ შეკითხვისთვის. მე არ ვიყავი ასე დაახლოებული უწმინდესთან, ვერაფრით ვერ გავბედავთ ყოველის თქმას, თუმცა ყოველ წელს, როდესაც ახლოვდებოდა ფესტივალი, თავდაპირველად ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი ჩვენთან ერთად, შემდეგ ჩვენი ლაშა ჟვანია და მივდიოდით ხოლმე და ვაბარებდით პროგრამას. და რამდენიმე დარიგება მოგვცა თავიდან. მაშინ ვიყავით ერთად სამწუხაროდ ასგარდაცვლილი მარიამ დავითაშვილი, ირინა სახამბერიძე და მე. და გვეუბნებოდა, გვარიგებდა, მაგრამ ესეც ისე ელეგანტურად აკეთებდა ამას, არათავს მოხვეული ურთიერთობები. და გითხრა ასეთი რამ, რომ ეცადეთ, რომ არა მარტო წარმატებული მუსიკოსი ემიგრანტები ჩამოიყვანოთ საქართველოში, მიაღებინოთ ფესტივალში მონაწილეობა, რომ მათ სამშობლო არ დაკარგონ. ის თვლიდა, რომ ახალგაზრდების შემოქმედება უნდა წარმოჩინდეს, რაც შეიძლება მეტად ამ ფესტივალშიც, რადგან ახალგაზრდობა ჩვენი მომავალია. და კიდევ ამბობდა იმას, რომ აუცილებლად რეგიონებში გაიტანეთ აკადემიური ხელოვნება და ეცადეთ იქ ბილეთი არ გაყიდოთ. რადგან რეგიონის ხალხს არ აქვს იმის შემოსავალი და არც იმის საშუალება, რომ ჩამოვიდეს და დედაქალაქში დაესწროს ამ საღამოებს. აი სამი ძალიან მნიშვნელოვანი, ღრმა, დიდი შინაარსის მატარებელი პოსტულატი მთლიანად გასდევს ამ ფესტივალს და წელს უკვე ეს ფესტივალი 21-ით ტარდება. 2006 წელს დაიწყო ეს ამბავი. თავიდანვე ძალიან საინტერესო იდეები იყო ჩადებული ამ ფესტივალში და ეს ფესტივალი რომ ყოველ წელიწადს რაღაც თითქოს გადარჩენის ზღვარზეა ხოლმე, სულ ფიქრობ ხოლმე, რომ ეს არის უწმინდესის კურთხევა. ამ ფესტივალის, რომ ფესტივალი გრძელდება, დღე გრძელია და შეუძლია წარმოაჩინოს. ეს არ არის საეკლესიო მუსიკის ფესტივალი. ამას მინდა ხაზი გაუსვა და მას შეეძლო, ბუნებრივია
თავისთავად ცხადია, რომ ყველას ვეგონა და ეგონა, რომ ეს იქნებოდა უდიდესია საეკლესიო მუსიკა, მათ შორის კლასიკურ მუსიკალურ ჟანრებშიც და არა მარტო თქვა საგალობლებში, საგუნდო მუსიკაში და ასე შემდეგ, საკრავიერშიც და ვოკალურშიც, ნებისმიერშიც, მაგრამ ეს ფესტივალი არ არის თემატური და კონკრეტულად საეკლესიო მუსიკის ფესტივალი. ალბათ სწორედ იმის გამო, რომ მისთვის იყო მნიშვნელოვანი აკადემიური მუსიკის პოპულარიზაცია ზოგადად და არა, ვთქვათ, გარკვეული პატივისცემის მიგება საეკლესიო ხელოვნებისადმი, ისი საჭოთლოფელიც ის იყო მართლმადიდებლურ ეკლესიაში მათ შორის ჩვენთან. დიახ, გეთანხმებით, იმიტომ რომ თავად იყო გატაცებული და იცოდა ძალიან კარგად აკადემიური ხელოვნება. მე მქონდა ბედნიერება რამდენიმე იქ საპატრიარქოში ჩატარებულ საღამოს ესეთ იმპროვიზაციულ საღამოს დავსწრებოდი. არ ყოფილა რომელიმე დიდი მუსიკოსი, რომელიც არ ხლებოდა პატრიარქს და იქ რაღაც მინი კონცერტი არ ჩაეტარებინა. განსაკუთრებით უყვარდა ვოკალური მუსიკა. ვოკალური მუსიკა და განსაკუთრებით მფარველობდა ჩვენს ვოკალისტებს. განსაკუთრებით იმ ვოკალისტებს, რომლებიც მისი კუთხიდან იყვნენ. ასეთია ნანა ქავთარაშვილი, ასეთია იანვალი ბეგაშვილი. ძალიან უყვარდა ანზორ ერქომეშვილის მეუღლე ლალი. ყველანი ერთი მხრიდან არიან. და ყველას გვეფერებოდა და ის თვლიდა, რომ თავარია ყოფილიყო შეგვენარჩუნებინა მაღალი აკადემიური დონე და ეს დონე არასდროს დაცემულიყო. ეს იყო ჩვენი ინიციატივა, როდესაც შექმნიდა მორიგ ნაწარმოებს. ყოველთვის ჩვენ ვცდილობდით, ჩვენ ვძალობდით, რომ როგორმე ეს ნაწარმოები შემდეგ გაეორკესტრებინა მის გვერდით ძალიან სასიამოვნო მუსიკოსებს, მართლა ძალიან კარგ ბიჭებს, ესე მეგობრულად ვიტყოდი, სვიმონ ჯანგულაშვილი, ზვიად ბოლქვაძე, ცეცხლაძე, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობდნენ უწმიდესთან და ცოტა სიამაყით ვიტყვი თუ ეს არ ჩამეთვლება ამბიციაში, რომ თითქმის ყველა მისი ნაწარმოების პრემიერა სწორედ ჩვენს ფესტივალში შესრულდა. სწორედ ამან დაბადა იდეა, რომ უბრალოდ მანანა დავითაშვილმა, მარიამ დავითაშვილმა გადაწყვეტეს მისი იდეა ნამდვილად, რომ გამოსულიყო ნოტებში მისი ქმნილებები და მე დღეს წამოგიღეთ ეს კრებული, დიახ, წამოგიღეთ კრებული, რომელზედაც დატანილია უწმიდესის ყველაზე ცნობილი სამების ხატი. მის მიერ შექმნილი ეს კრებული გამოცემულია ორ ნაწილად. პირველშია ესე იგი გალუბანი და რომელშიც ღებულობდნენ უკვე ჩამოთვლილი მუსიკოსები მონაწილეობას ამის არანჟირებაში და შემდეგ უკვე მეორე ნაწილი არის ვოკალურ ინსტრუმენტული ნაწარმოებები. აი მე და მე ვალა მაშინ რომ მომეძია კომპოზიტორები, რომლებიც იმუშავებდნენ ამ ქმნილებებზე და არ შემიძლია რომ არ დავასახელო ძალიან საინტერესო მუსიკოსები, როგორც არის გოგა შავერზაშვილი, მერა ბუძელაშვილი, გიორგი ჩლაიძე, ზურა ნადარეიშვილი, ნიკოლოზ რაჭვილი, ტატიშვილი, ვინმე არ გამომჩეს მეშინია. დიახ და სხვათა შორის თავისთავად ნაწარმოები ავე მარიას ორი ვერსია არსებობს, იცით? ერთი ნიკოლოზ რაჭველის და მეორე ვახტანგ კახიძის. და ვახტანგ კახიძის, რადგან ესეთი ვოკალური იყო, ამიტომ გახდა ძალიან პოპულარი და თან ხა იანვალი ბეგაშვილი ასრულებს და ძალიან ხშირად და ეს არის მხოლოდ დასაფასებელი, რა თქმა უნდა. მადლობა, მანანა და ის დაგიბრუნდებით, დათო, აუცილებლად მინდა გავაგრძელოთ საუბარი, აი ახლა ჩვენ დავიწყეთ საგალობლებზე და ერთი რომ მან დაუბრუნა ქართული საგალობლები ქართულ ეკლესიას, ეს ერთი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქართული კულტურის და მათ შორის საეკლესიო კულტურის და ზოგადად ეკლესიისთვის, ეკლესიის წიაღლისთვის და მეორე როდესაც ის თავად ქმნის. და მერე ეს ხდება ერთ-ერთი ძირითადი საგალობელი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. მე მინდა როგორც მუსიკოს ვკითხოთ სტრუქტურაზე და აი რამდენად ის ქსოვილი, რომელიც მან შექმნა, რამდენად არის ძალიან ავთენტიკური და ამავე დროს, ანუ ქართულ საფუძველზე აღმოცენებული და ამავე დროს ძალიან მუსიკალური თვალსაზრისით გამართული. მოგესალმებით. პირველ რიგში უსამძიმრებს სრულიად საქართველოს და ნამდვილად ერთად ამ დიდ სამძიმართან ერთად, რომელიც სახელმწიფოებრივი წუხილია და ყველა ადამიანის წუხილია, ამასთან ერთად ისევე როგორც ამას ჩვენი ეკლესია და ქრისტიანობა გვასწავლეს, უნდა არსებობდეს ნუგეში, რომლის გარეშეც არც ერთი დღე არ უნდა ვიყოთ და ამას ყოველთვის ამბობდა ხოლმე თავის გადაგებაში, რომ ნუგეშის გარეშე ეს ნიშნავს უღმერთო ცხოვრებას და არ შეიძლება ნუგეშის გარეშე ნებისმიერი პრობლემის წინაშე დავდგეთ. ასე რომ ახლა როცა ამ გადმოსახედიდან უყურებთ წარსულს, თან უნდა გვდევდეს ალბათ ნუგეში და ის მეხსიერება, რომელიც მასთან
გაატარა ადამიანებმა, მათ შორის მეც მქონდა პატივი 15 წლამდე გალობდი იმ გუნდში, რომელსაც კაპიტანი მან ამბობდა და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა არა მხოლოდ ჩემთან, ან სხვასთან, ყველასთან. განურჩევლად ვინც კი შეხვედრია, ყველას განცდა აქვს, რომ ეს იყო მისი პატრიარქი, ჩვენ ამას დღეს ამაზე ვსაუბრობთ. სახალხო პატრიარქი იყო, როგორც ამას ამბობენ. რაც შეეხება მუსიკას, რომელსაც თქვენ ბრძანებთ, ქართულ საგალობლებს განსაკუთრებით დიდ დროს უთმობდა. და პოპულარიზაცია ქართული ეკლესიის და საეკლესიო კულტურის, აი მაშინ როცა ხალხი განსაკუთრებით შემოტრიალდა ეკლესიისაკენ, ეს ჩემ თვალწინ მოხდა შეიძლება ითქვას და ჩემ თავზეც განვიცადე. მე ვიყავი პატარა 13-14 წლის და მახსოვს დედა ჩემი და მამა ჩემი როგორ წავიყვანეთ ტაძარში, იმიტომ რომ ჩვენ ჩართულები ვიყავით პატრიარქთან ურთიერთობაში. ფაქტობრივად მისმა უწმინდესობამ განსაზღვრა ეკლესიის შემოტრიალება ბავშვების ხელით, მომავალი თაობის ხელით და ამ ბავშვებმა შემოატრიალა ჯერ თავისი თავი და შემდეგ უფროსი თაობა. აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ უფროსი ათეისტურ თაობის საზოგადოებაში გაზრდილი შემოტრიალება უფრო რთული იყო. ამიტომ ჩვენი მშობლები გამოყვა, არა მხოლოდ ჩვენ, აქ იყო სხვადასხვა ბავშვთა გუნდებში აღაზრდილი ახალგაზრდა თაობა, მსახიობები, რეჟისორები, რომ შეხედოთ ახლა ჩვენ კულტურას. არც ერთი კულტურის დარგი არსებობს, სადაც უწმინდესმა არ მიიღო მნიშვნელოვანი როლი. ასე რომ ეთნიკური კულტურის გაღვიძება გადარჩენაში მას უდიდესი წვლილი აქვს. ილია ჭავჭავაძის შემდეგ ალბათ მსგავსი დიდი ფიგურა ჩვენ ქვეყანას არ ყოლია და რაც შეეხება საეკლესიო ნიმუშს, ახლა უფრო რომ დავაცვლოს დარგობრივი ხაზი. ის რომ 2003 წლის წმინდა სინოდის განჩინებაში წერია რომ ქართული გალობა უნდა იყოს ყველგან, სადაც ქართულად ღვთისმსახურება აღესრულება, ეს არის ამაზე დიდი კატეგორიული განსაზღვრება ქართული საეკლესიო გალობის მნიშვნელობის არ არსებობს. იგი ამავდროულად ამბობდა, რომ ის საგალობლები, რომელსაც მე ვქნი, ეს არის ჩემი ღვთისმსახურების დროს, ვინაიდან მას მართლა ხელეწიფებოდა, შეეძლო და სხვანაირი აღო ჰქონდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს, თუ როგორ ჩართავდა საეკლესიო ცხოვრებაში და კულტურაში. რაც შეეხება მის საგალობლებს, უშუალოდ მუსიკალურ ფაქტურას, რაც იგი ქმნიდა, სწორედ ასეთივე სახალხო იყო. მისი წმინდა უღმერთო, რომელიც მან ახალგაზრდობის ზემოშობა არც იცის, რომ მისი არის ეს წმინდა უღმერთო, რომელიც ხალხური გონია შეიძლება. ერთგვარი სიმბოლოდ იქცა ქართული ეკლესიის, თუ შეიძლება. ძალიან მიყვარს მეც. ძალიან გენიალური და პრიმიტიული. და ადვილად რო იმღერება, ძალიან იგალობება. მადლი სწორედ ამაშია. მადლი არ არის რაღაცა რთული ფილოსოფია. რაც მარტივია, მით უფრო მადლია. ამ რთულ ფილოსოფიურთან ერთად ყველაზე მარტივად მიმღებლობა რისიც შეგიძლია და სწორედ ასეთი იყო მისი უწმინდესის მუსიკა, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა გამორჩეული მუსიკოსები არანჟირებას უკეთებდნენ და ჩვენ გვიწევდა შესრულება და თუ როგორ უნდა შეგვესრულებოდა და სად უკეთესი იყო გვესუნთქა რომ რა უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ ვცდილობდით დიდ მუსიკოსობას მის მუსიკაში. არა და მის მუსიკას ჭირდებოდა გულწრფელობა და მომავლის სხივის აღქმა, სინამდვილე რომ ეს ხალხამდე მისულიყო და მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებით კარგად იცოდა რომ ხელოვნება ეს არის ყველაზე მარტივი გზა საიმისოთ რომ ხალხი შეიძლება შემოიკრიბა და ამით ერთ-ერთი იყო ალბათ ეს გზა მისი, რაც მისი მოღვაწეობის დროს განსაკუთრებულად გამოარჩევს მას. უნდა ვთქვათ აუცილებლად საოპერო მომღერლები ხსენდა და არ არსებობდა პატრიარქთან სტუმარი, იყო პერიოდი, სადაც გუნდი არ უნდა ყოფილიყო. აი დახურულ კარს მიღმა საუბრების დროსაც კი გუნდის წევრებს გვიწევდა იქ ყოფნა. მაშინ პატარები ვიყავი და კიდევ უფრო ვერ ვაცნობიერებთ, რამ მნიშვნელოვან შეხვედრებს ვესწრებოდით. თუმცა ქართველსაც, უცხოელსაც სხვადასხვა ინტერესით მოსულ საზოგადოებას ისე მოასმენინებდა ხოლმე ლაღიძის, ტიალო-დარიალო და სხვა ხალხურ სიმღერებს, ისეთი დიდი აღფრთოვანებით გაუზიარებდა ქართველსაც, უცხოელსაც, დიდ მუსიკოსსაც და არამუსიკოსაც, რომ ის ხარობდა ამით. ის გრძნობდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქართველისთვის ეთნიკური კულტურა, რომელზეც შემდეგ სახელმწიფოებრივი აზროვნებაც ფუძნდება და ეთნიკურობა გამოიყო. ეს არის ის საფუძველი, ეს არის ის საძირკველი, რაზედაც ნებისმიერი პატარა ახალგაზრდა უნდა აღიზარდოს, იმიტომ რომ თუ ეს ამ საფუძველზე არ აღიზარდა, მაშინ ის მოკლებული იქნება ყველაზე მნიშვნელოვანს, საკუთარ ძირს. და მე ვიყავი ბედნიერი ამ დროს, ვინაიდან ხედავდი ჩემი პირადი მასწავლებლის, ანზო ერქომაიშვილის და მისი უწმინდესობის ურთიერთობას ხვალინდელი მომავალი თაობის მუსიკის ბედის განსაზღვრაში, ეთნიკური მუსიკის. და ახლა რო ვფიქრობთ, რომ მისი უწმინდესობის შემდეგ რა როგორ უნდა იყოს, ალბათ უნდა იყოს ისე, რისთვისაც ის იღვწოდა.
მეტი ნუგეში, მეტი შრომა, მეტი გაპიროვნებული დამოკიდებულება იმისა, თუ რასაც ის ქადაგებდა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ერთგვარი ზურგშექცევა გამოგვივა მისი ქადაგებისა და მისი ღვაწლის. ხო, იმედი ესე არ გამოვა, ისე როგორც არ იქნება, ვერ იქნება. არა, ვერ იქნება ისე როგორც ეს ფესტივალი აუცილებლად იარსებებს. ხო, თქვენ წეგან ბრძანეთ, რომ არ ვიცი როგორ გაგრძელდება მომავალში, მაგრამ რასაც პატრიარქმა ხელი მოკიდა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს მაინც იქნება. და აი წელევანდელი ფესტივალიც ხო ჩატარდება ალბათ ძალიან კარგად და თქვენ ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია ამაში. ძალიან ვეცდები, რომ ეს ფესტივალი გაგრძელდეს და იყოს სახელობის იქნება მომავალში ეს ფესტივალი. დარწმუნებული ვარ ამაში. უბრალოდ როგორც მუსიკოლოგი მინდა რომ დავამატო, ძალიან კარგად შეაფასა სტუმარმა დათომ პატრიარქის შემოქმედება. მე უბრალოდ დავამატებდი, რომ მისი შემოქმედება ეს არის სულიერება, ეს არის ხელოვნება და ეს არის ეროვნული იდენტობა. ეს არის ის ისადავე, ის მიზიდულობა, რომელიც გულწრფელი ადამიანის მიერ შექმნილ შემოქმედებას ეხება. ხშირად ვადარებდი ხოლმე სუფიქრობდი, აი ვის შეიძლება გავდეს უწმინდეს, ის ერთადერთია და განუსაზღვრელია მისი როლი როგორც მუსიკაში, ასევე ფერწერაში და მისი ფერწერული ნამუშევრები არის უდაოდ ძალიან ნათელი, ძალიან მიმზიდველი, ნათელი ფერებით და როგორც უკვე ითქვა, ეს არის ძალიან დიდი იმედი. როდესაც ისმენ მის საგალობლებს, განსაკუთრებით ცნობილ საგალობლებს, რომელსაც მთელი საზოგადოება ერთად მღერის, შენ გრძნობ, რომ ძალიან ახლოს ხარ უფალთან. აი ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, აი ამ უბრალოებაში და ამ საოცარ სიღრმეში, რომელიც შეეძლო შეექმნა მხოლოდ უწმინდეს. საოცარი შემოქმედება შექმნა და თუ ნებას მომცემთ, ეს განსაცდელი რომ დაგვიდგა, დამირეკა, უბრალოდ მომწერა ჩემმა ანი ბრეგვაძემ, ბაჩანა ბრეგვაძის ქალიშვილმა. და ასეთი რაღაც მომწერა. თავისი თაობა გააცილაო, ყველას სულს მიხედა, მოუარა, ყველასთვის ილოცა და თავად შეუერთდაო, დაასრულა ეპოქაო. ნუ ამაზე უკეთესად მე ვერ ვიტყოდი, ასე რომ ანის ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. უღრმესი მადლობა თქვენს ჩვენთან დღეს მოსვლისთვის. დავამატებ და რაღაცნაირად შეგვამზადა თავის საგალობლებით დღევანდელი დღისთვის. დავიღალე. აი ეს დავიღალე, უმეტ დღეს სულ ისმის ყველა ეთერში და მართლაც ეს ორი სიტყვა დავიღალე მოდი ჩემთან უფალო, ეს არის განსაკუთრებით მეორე ნაწილი მოდი უფლის მოხმობა, რომ ის შენთან უნდა მოვიდეს და შენში უნდა შემოვიდეს და ეს და გოგა ყველაზე მთავარი, რაც რამდენჯერმე გაიმეორა, საქართველო მიყვარხარ. ძალიან დიდი მადლობა და მე ყველაზე მეტად მიხარია ის, რომ დღეს სწორადაც დავიწყეთ საუბარი სწორედ რომ აი როგორც შენ პატარა როცა იყავი და იქედან მიხვედი ღმერთთან დაიწყე სვლა და დღესაც საკუთარ ძირებთან და ეს ერთად წავიდა იდენტობა პლუს ღმერთი, რაც ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე საქართველო ეს არის მართლმადიდებლობა, მართლმადიდებლობა ეს არის საქართველო, ხო, ეს არის ერთად. და როდესაც ეს ახალგაზრდა თაობა, რომელიც ახლა ჩვენ შეგვისურვეს პატრიარქის საგალობლოს წმინდა ღმერთოს და მე ვფიქრობ, რომ აი ეს ყველა ვარიანტი უნდა გაიზარდოს და ეს ადამიანები აუცილებლად იქნებიან ახლოს სულიერებით. როგორი ცხოვრებაც არ უნდა გქონდეთ, ისე როგორც ღმერთთან, ასევე თავის სამშობლოსთან. უღრმესი მადლობა რომ თქვენ ამ ადამიანებს ასე ზრდით და მომავალი თაობა ძალიან იმედის მომცემია. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით გიტოვეთ პატრიარქის საგალობლოს. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ხვალ ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საუბარს პატრიარქთან, ცხოვრებასა და მოღვაწეობას.